მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მეათე თავიდან ამოცანების განხილვას. აა დავიწყოთ პირველი ამოცანიდან. გამოთვალეთ ემკუთხედის შიგაკუთხედის ჯამი. ნუ ახლა რა გვჭირდება ჩვენ ემკუთხედთან დაკავშირებით რა ინფორმაციის ცოდნა? პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს შიგაკუთხედის ჯამი როგორ ითვლება. ჩვენ აღნიშნული საკითხი მეოთხე თავზე ყოფნის დროს გავიარეთ, იქ დავასაბუთეთ კიდეც. და უბრალოდ უფრო აქტიურად ახლა დაგვჭირდება მათი გამოყენება. შიგაკუთხედი, მოდით ნახოთ აბა შიგაკუთხედის ჯამი დასათვლელი ფორმულა. როგორ არის? ეს არის 180 ჯერ n-2. თუ აქ თქვენ ეჭვობთ n-2 უნდა, n-1 უნდა, n-3 უნდა, ხო? ნუ შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამკუთხედისთვის n-ის მაგივრად ჩასვით 3 და რომელი შემთხვევაც მოგცემთ 180 გრადუსს, ნუ ამ შემთხვევაში იქნებოდა 180 ჯერ 3-2, ანუ 180, ნუ ესე იგი ეს ფორმულა სწორი. ნუ რა თქმა უნდა, თუ აი ეს კომპონენტი გავიწყდებათ, აქ რა უნდა იყოს ხშირად ახლა პრაქტიკიდან გამომდინარე, დავიწყებიათ ხოლმე ბავშვებს და თუ გირჩევთ ამას. გამოთვალეთ ემკუთხედის შიგაკუთხედის ჯამი. ნუ აქ ახლა რომელიმე გავაკეთოთ, აი მაგალითად მესამე გავაკეთოთ, რა იქნებოდა 180 ჯერ 10-2, შესაბამისად ეს იქნება 8 ჯერ 180, რამდენი გამოდის 800, 1440 და მოდი მეოთხეც დავწეროთ, ესე იგი 180 ჯერ k+2 ხო? ნუ n-ის როლში k+2-ია და შესაბამისად ორები გააბათლებენ და იქნებოდა 180 k. რას გთხოვს ახლა მეორე ამოცანა? წესიერი ემკუთხედის შიგაკუთხის სიდიდი არის 154 გრადუსი, რისი ტოლია n. რა არის ახლა წესიერი ემკუთხედი? გავხსენოთ, ეს არის ემკუთხედი, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია, ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია. თუ ყველა კუთხე ერთმანეთის ტოლია, ერთი კონკრეტული კუთხე როგორ დაითვლება? ერთი კუთხე, რისი ტოლი იქნება? ყველა კუთხის ჯამი, ანუ 180 ჯერ n-2 ცხადია, გაიყოფა n-ზე, ხო? და ეგ იქნება ერთი კუთხის გამოსახვა მოხდება ასე. ამ კონკრეტული კუთხის, ნუ ყველა კუთხე ტოლი იქნება, ხო? და თუ პირობა მეუბნება, რომ ეს სიდიდე 154 გრადუსია, ცხადია, გავუტოლებთ ამ 180 ჯერ n-2 შეფარდებული 150, რა გამოდის აქედან? 154 და 180 იკვეცება, 36-ზე იკვეცება, ხო, ეგ 4-ია, ეგ 5-ია, ანუ 5 ჯერ n-2 უდრის n-ი გადმოდის აქ 4n-ს, 5n-ს - 10 უდრის 4n-ს და n-ი გამოვიდა 10-ის ტოლი. ნუ ეს მოცემული ფიგურა 10 კუთხედია. ახლა 10-ის მესამე ვნახოთ. რა სიტყვობს? რამდენი დიაგონალი აქვს 5 კუთხედს, 6 კუთხედს, 10 კუთხედს, k+3 კუთხედს. გავხსენოთ დიაგონალების რამდენობის დასათვლელი ფორმულა, რა ვისწავლეთ ჩვენ, მე თქვენ გასწავლეთ, რომ ყოველი კონკრეტული წვეროდან რამდენი დიაგონალი შეიძლება გაივლოს n-3. რატო n-3? იმიტომ რომ ეს წვერო არ შედის სათვალავში, აქამდე არ დაგჭირდება დიაგონალი, თუ თავის თავთან შესაერთებლად დიაგონალი არ ჭირდება და ორ მეზობელთან არ დაგჭირდებოდათ კიდევ დიაგონალი, ხო? და შესაბამისად სამი წვერო აღდება ყველა წვეროს, ნუ ამ სამი წვეროს გარდა ყველას მას დაუკავშირდება დიაგონალი და სულ რამდენი დიაგონალი გაივლება? ეს ერთი წვეროდან გაივლება n-3 დიაგონალი. დიაგონალი და ყველა წვეროდან n ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან, იმიტომ ვაფარდებთ, რომ ყველა დიაგონალი ჩამონათვალში, ნუ ასე იგი n-3 დიაგონალი თუ გაივლება ერთი წვეროდან, ყველა წვეროდან n ცალი წვეროდან გაივლება n ჯერ n-3 და რადგანაც ყველა დიაგონალი ორ-ორჯერ იქნებოდა ამ n ჯერ n-3 ჩამონათვალში, შესაბამისად ორზე უნდა გავყოთ, რომ ისეთი განსხვავებული დიაგონალების რაოდენობა დავთვალოთ. აბა, აქაც მესამე, თქვათ, ახლა 10 კუთხედში რამდენი დიაგონალი იქნებოდა, ესე იგი n უდრის 10, შესაბამისად
10 ჯერ 10 მინუს 3 შეფარდებული 2-თან და ეს არის 5 7 35 იქნებოდა 10-ის 3-ში, ხო? და მოდი მეოთხეც გავაკეთოთ ბარემ, თუ n უდრის k პლუს 3-ს, მაშინ k პლუს 3 ჯერ, ანუ n ჯერ k პლუს 3-ს მინუს 3 შეფარდებული 2-თან და ესაა k პლუს 3 ჯერ k გაყოფილი 2-ზე, თუ გინდათ გადაამრავლეთ და იქნება k კვადრატს პლუს 3k. მეოთხე ამოცანა. 10-ის 4. წესიერი მრავალკუთხედის შიგაკუთხედების ჯამი 1260 გრადუსია. ხო, ესე იგი, n 180 ჯერ n-2 არის 1260 გრადუსი. რამდენი გვერდი აქვს ამ მრავალკუთხედს და რას უდრის მისი თითოეული შიგა კუთხე? ნუ, პირველ რიგში ახლა ჩვენ აქედან დავთვალოთ n-ი, რა იქნებოდა 180 1260 იკვეცება, ხო? რამდენი იქნება? 8? არა, 8 ჯერ არ იქნება 7. 7 ჯერ 100, 700, 7 ჯერ 80, 560, 700 პლუს 560, 1260. ანუ რომ შეგვეცვა იქ 7-ია. ესე იგი n-2 უდრის 7-ს და შესაბამისად n უდრის 9-ს. ანუ აქ ორი კითხვა იყო დასმული, ხო? რამდენი გვერდი აქვს ამ მრავალკუთხედს და ნუ პასუხი 9 გვერდი. ახლა მეორე კითხვას გავცეთ პასუხი. რა არის თითოეული კუთხის ზომა, ხო? და ნუ ყველა კუთხის ჯამი თუ იყო 1260, მაშინ 1260 უნდა გავყოთ 9-ზე, არა? ნუ ეგ იქნება 1 4 0 180 გრადუსი იქნებოდა ერთი კუთხის ზომა. ანუ ახლა ამ თავს რა ახასიათებს? საკმაოდ გაფანტული ისაკი ინფორმაცია რა, რომ ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება და თუმცა მარტივი თავია. წესიერი სამკუთხედის გვერდი არის ორი ფესვისა. კი ბატონო. ნუ ავიღოთ, ვთქვათ, ეს არის წესიერი სამკუთხედი და მისი გვერდი არის ორი ფესვისავი, აი ასე, კი ბატონო. და იპოვეთ სამკუთხედის სიმაღლე, ჩახაზული წრეწირის რადიუსი, შემოხაზული წრეწირის რადიუსი. კაი ბატონო. ნუ პირველ რიგში ახლა სიმაღლის პოვნა ეგ ძველი ცოდნაა. ჩვენ ეს გავიარეთ სიმაღლე როდის ვიპოვეთ მესამე თავი იყო, ტოლგვერდა სამკუთხედს როდის გავეცანით. არა. როდის იქნება პითაგორას თეორემა რომ ვისაუბროთ, ალბათ მე-7 თავი, მე-6 თავის მერე. ნუ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ასწავლი გვაქვს, ხშირად გვაქვს გამოყენებული და გაიხსენეთ, თუ ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდი არის a, რას უდრის მისი სიმაღლე, სამივე სიმაღლე ერთმანეთის ტოლი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სიმაღლეზე ვისაუბრებთ, ხო? ეს იქნება მეგობრებო a ფესვისავი მეორედი. მაშინ ჩვენი საკუთხედიდან სიმაღლე რა იქნებოდა 2 ფესვისავ ჯერ ფესვისავი მეორედი. ანუ სიმაღლე მეგობრებო 3 ტოლია. ახლა ჩვენ დაგვრჩა ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის რადიუსის პოვნა, ხო? რით არის განსაკუთრებული ნებისმიერი წესიერი n კუთხედი? ებით არის განსაკუთრებული მეგობრებო, რომ კაი, მოდი წესიერი n კუთხედზე მე ვისაუბროთ. ახლა ტოლგვერდა სამკუთხედზე ვთქვათ. რა საინტერესო ფენომენს ვაწყდებით, რასაც მაგალითად ვერ წავაწყდებით წესიერ ოთხკუთხედში, ანუ კვადრატში. სიმაღლე ტოლია, აი ეს სიმაღლე ტოლია ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის რადიუსების ჯამის. ნუ ეგ საკმაოდ მარტივი საჩვენებელია მეგობრებო. საიდან გამომდინარეობს ახლა ეს თვისება? ნუ პირველ რიგში წესიერ n კუთხედებში ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის ცენტრები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ კონცენტრული წრეწირებია. აი შიგნით რომ ჩავხაზოთ წრეწირი და გარედან რომ შემოხაზოთ წრეწირი, მათი ცენტრები ერთმანეთს ემთხვევა. და შესაბამისად, ნუ რატო ემთხვევა ერთმანეთს, ახლა ტოლგვერდა სამკუთხედში და სხვა ფიგურებშიც მარტივი საჩვენებელია. ნუ ჩვენ ხო ვიცით ნებისმიერ სამკუთხედში
შემოხაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს შუა მართობების გადაკვეთის წერტილზე და შესაბამისად ახლა რადგანაც ტოლგვერდა სამკუთხედია მოცემული, ამიტომ შუა მართობები დაემთხვევა თავად სიმაღლის შემცველ წრფეს, ხო? იგივე მედიანის, იგივე ბისექტრისის, იმიტომ რომ სამივე ფაქტობრივად ერთ წრფეზე მდებარეობს, ერთ მონაკვეთს წარმოადგენს. და კაი, ეს გამოდის, რომ ტოლგვერდა სამკუთხედში სიმაღლეების გადაკვეთის წერტილია, იგივე შუა მართობების გადაკვეთის წერტილია. ანუ შემოხაზული წრეწირის ცენტრი და რადგანაც ნებისმიერ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი უკვე მდებარეობს ბისექტრისების გადაკვეთის წერტილზე, გამოდის, რომ იგივე მონაკვეთების გადაკვეთის წერტილი იქნებოდა ჩახაზული წრეწირის ცენტრიც, ხო? რატომ? იმიტომ რომ ბისექტრისები სიმაღლეებს ემთხვევა. და ახლა კონკრეტულ სამონაკვეთს რამდენი გადაკვეთის წერტილი შეიძლება ჰქონდეს, ხო? ყველათან ერთ წერტილში თუ იკვეთება, მათ შენ სიმაღლეებს დაუძახებ, ბისექტრისებს დაუძახებ თუ მედიანებს დაუძახებ, იქნება ერთი კონკრეტული წერტილი. ანუ ეს კონკრეტული წერტილი გამოდის როგორც ჩახაზული წრეწირის ცენტრი, ისე გამოდის შემოხაზული წრეწირის ცენტრიც. კარგი. ახლა გავიგეთ, რომ ესა, მაგრამ ამ ცენტრიდან წვერომდე მანძილი, აი ეს O-დან, აი ეს მანძილი, აი ეგ მანძილი. არ არის შემოხაზული წრეწირის რადიუსი, აი ეს. კი. და გვერდამდე მანძილი, ანუ ფაქტობრივად ხებამდე მანძილი, იგივე რადიუსი არ არის? ხების შეხების წერტილში გავლებული რადიუსია, სწორედ ამ ხების მართობული. ანუ, ამიტომ ცენტრიდან გვერდამდე მანძილი, ვთქვათ, გვერდამდე მანძილი იქნებოდა პატარა ერთი. და ეს მთლიანად არ გამოდის სიმაღლე, აი ეს მთლიანად სიმაღლე ხო გამოდის? კი. და გამოდის მაშინ, რომ სიმაღლე ტოლია 1+1 არის. ახლა აქ საინტერესო კიდევ ერთი მომენტია, მეგობრებო, რომ აა ნუ ამას თქვენ ნებისმიერ კეთკუთხედში წააწყდებით და ყველგან ასე იქნება. და ამით ტოლგვერდა სამკუთხედი გამორჩეული არ არის. გამორჩეული იმით არის, რომ ეს ხო მედიანების გადაკვეთის წერტილიცაა, ხო? აი ასე აქ მედიანების გადაკვეთის წერტილიცაა და შესაბამისად იყოფა ორი ერთთან შეფარდებით, ხო? წვეროს მხრიდან, აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი ორი ერთთან შეფარდება. ანუ გამოდის, რომ დიდი ერი უდრის ორი ერ პატარას. ეგ გონია რომ უნდა დაიზეპიროთ, აი როგორც დასაზეპირებელია წესიერ სამკუთხედში, რომ სიმაღლე აფესვის არ მეურვედის ტოლია, ასევე დასაზეპირებელია, რომ შემოხაზული წრეწირის რადიუსი ორჯერ მეტია ჩახაზული წრეწირის რადიუსზე ტოლგვერდა სამკუთხედში და მათი ჯამი რომ სიმაღლის ტოლია. შესაბამისად, ახლა თუ ჩვენ გქონდა მოცემული, რომ A-ში იყო 3 სტოლი, ამას 3-ზე ვაყოფთით და აქედან R დიდი იქნებოდა 2 და R პატარა იქნებოდა 1. კარგი. ო, ამას ძალიან ხშირად გამოვიყენებთ, მაგრამ პირამიდებში ამ თვისებას და მუდმივად უნდა გახსოვდეთ. წესიერ 6 კუთხედის გვერდია A, უნდა ვიპოვოთ 6 კუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი და 6 კუთხედზე ჩახაზული წრეწირის რადიუსი. კარგი. მოდი ახლა ასე ვთქვათ ჩვენ. მე არ მიყვარს ახლა ეს ორი ფორმულა რაღაც ისე დაზეპირება, მაგრამ წესიერ n კუთხედებთან დაკავშირებით, ნუ რაღაცა წესიერი n კუთხედი რო გვაქვს მოცემული, რაღაცა წარმოიდგინეთ ეს, ვთქვათ რაღაცა წესიერი n კუთხედია. ნუ ჩვენ ვიცით, რომ წესიერი n კუთხედზე შემოიხაზება წრეწირი და ჩაიხაზება წრეწირიც, ხო? ორივე. და არსებობს ფორმულები, რომლებიც გეხმარება რადიუსი დააკავშირო გვერდის სიგრძესთან. ნუ წესიერ n კუთხედში ყველა გვერდი 100 ტოლი არის, ხო? და არსებობს ფორმულა, რომელიც გეხმარება. ნუ ამის შემოხაზული წრეწირის რადიუსის დასაცვლელი ფორმულაა A შეფარდებული 2 სინუს 180 მეინეთთან და R პატარასია A შეფარდებული 2 ტანგენს 180 მეინეთი.
ნუ შესაბამისად, ახლა თუ წესიერ ექვსკუთხედზეა საუბარი, ანუ თუ n-ი უდრის 6, ანუ წესიერი ექვსკუთხედის n-ი გვერდების რაოდენობა, მაშინ r-ი რა გამოვიდოდა, ხო? აქედან გამოვიდოდა, რომ a შეფარდებული 2 სინუს 600-ს რომ ჩასვამით n-ის მაგივრად, აქ 30 გრადუსი იქნებოდა, ხო? ეგ არის იგივე a შეფარდებული 2-ჯერ 1/2, სიკვეცება და გამოდის a. და აქედან r პატარა იქნებოდა a შეფარდებული 2 ტანგენს 30 გრადუსის, ტანგენს 30 გრადუსი ეგ არის ფესვის 3, ხო? ერთი შეფარდებული ფესვის 3-თან, მოდი ესე დავწეროთ, 2-ჯერ 1 შეფარდებული ფესვის 3-თან და შესაბამისად ეს ამოტრიალდებოდა და იქნებოდა a ფესვის 3/2. ნუ ასეთი ამბავი იქნებოდა, ასე დავხვდით. ახლა მე რას გთავაზობ? თუ კარგი, როცა ეს ფორმულა ახლა დაზეპირებული გაქვს, არ გეშლება და იცი, ვინოხერი. ხო, არაა პრობლემა, მაგრამ აა ნუ ზოგადად ახლა ის რაც ლოგიკურად მარტივად დასასაბუთებელია აღწერადია და 1 წუთი, ჰაჰა, 2 წუთი გჭირდება ნებისმიერ სიტუაციაში, ხო, კავშირის დასადგენად წესიერი ეკუთხედის გვერდსა და რადიუსებს შორის, შემოხაზულ და ჩახაზულ წესის რადიუსებს შორის, მე მირჩევდი ასეთ ფორმულა არ დავიზებირო. მაშინ ნუ რა გამოსავალს გთავაზობთ? ნუ წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს არის წესიერი ეკუთხედის 3 გვერდი რა. აქ არის ვიცით, რომ შემოხაზული და ჩახაზული წრეწირის ცენტრები ერთმანეთს დაემთხვევა, ხო? ნუ ასე იქნებოდა შემოხაზული წრეწირი, არა? მოდი სხვა ფერს ავიღებ ახლა, რომ გამოვკვეთო და ასე იქნებოდა შემოხაზული წრეწირი. ასე. სად იქნებოდა ჩახაზული წრეწირი იქნებოდა ასე, შიგნით შეეხებოდა ასე. მოდი ახლა გავავლოთ, სად იქნება შემოხაზული წრეწირის რადიუსი. შემოხაზული წრეწირის რადიუსი ეს არ იქნება ამ მწვანე კას უნდა შეეხოს. ანუ წვეროსთან უნდა შევაერთოთ, ხო? და ჩახაზული წრეწირის რადიუსი იქნებოდა აი ეგ. ნუ რა თქმა უნდა, მხების შეხების წერტილში გავლებული რადიუსი და ეგ მართობი იქნება და ტოლფერდა სამკუთხედში გაშვებული მართობი, ნუ გვერდ შუაზე გავარდა. გვერდი არის თქვათ a, ანუ ვიცით რომ ეს არის r დიდი, ეს არის r პატარა. ნუ ეკუთხედია რა, წესიერი n კუთხედია. ახლა რა ვიცით კიდევ ამ ეკუთხედში? აი მთლიანად ეს კუთხე რა იქნებოდა, აი ეს კუთხე მთლიანად. ეს არ იქნებოდა ანუ ყველა გვერდზე მაგნაირი კუთხეები იქნებოდა, ანუ 360 აი სრული წრე უნდა გაგვიყო, რამდენი გვერდიც არის, იმდენ დაყრდნობილ კუთხეს რომ მივიღებდით. ანუ 360 უნდა დაგვიყო, მეგობრებო, ეს რა გვიდა n-ზე. აი ეგ იქნებოდა აი ეს კუთხე. მაგრამ შეხედეთ ახლა წავშლი ვერში ასე. დაიმოდი ესე დავამრუდებ. ნუ მთელი კუთხე. ეს გითხარით იქნებოდა 360 შეფარდებული n-თან. მაგრამ აი მარტო ამ კუთხეზე რო ვისაუბროთ, აი მარტო ამ კუთხეზე, ეგ ხო ფაქტობრივად ბისექტრისით მიღებული კუთხეა და ანუ 360 მეინედის ნახევარი იქნებოდა. ანუ ეგ მარტო ისახვედრია რომ 180 მეინედი იქნებოდა. აი ეს კუთხე, აი აქ, ეს კუთხე. ეს გვერდი ხო აქ 1/2 აიქნება, ხო? სტოლფერდა საკუთხედში ესეც ერია. გავლებული სიმაღლე გამოდიოდა პატარა ერი. რა შეგიძლიათ ახლა დაწეროთ რა დამოკიდებულებები? შეგიძლიათ აქ ადგეთ და დაწეროთ ახლა ამ კუთხის სინუსი, სინუს 180 გრადუსი შეფარდებული n-თან
ეს არის მოპირდაპირე კათეტი, ანუ 1/2 a შეფარდებული r-თან, ასე. და აქედან ცხადია r იქნებოდა, ეს გადავიდოდა გამრავლებით, ეს გაყოფით გადმოვიდოდა, მნიშვნელში იქნებოდა სინუსი, ორიანიც 1/2, რადგან აზემოთ ორიანიც მნიშვნელში ჩამოვიდოდა, 2 სინუს 180 შეფარდებული r-თან. მე ამ სამკუთხედიდან დაწერდით, რომ ამ კუთხის 180 მეინედის ტანგენს ეს იქნებოდა მოპირდაპირე კათეტი 1/2 a შეფარდებული r პატარასთან და ანალოგიურად r პატარა აქ იქნებოდა a შეფარდებული 2 ტანგენს 180 მეინეზე. და ეგა. ну რაც არ უნდა იყოს ახლა ედი გორდების რაოდენობა, ხო, დათვლადია ამ წესით. ახლა თქვენ თქვით, რომ ეგ დამტკიცებაა და ყოველჯერზე ხო არ დავამტკიცებ. მართალი ხართ დამტკიცება აღნიშნული ფორმულის, მაგრამ მარტომაც არა. დავამტკიცოთ, ოღონდ ზოგადად კი არა. ყოველთვის რაც იქნება მოცემული, იქიდან გამომდინარე. აი წესიერი 6 კუთხედი ხო არის? ენი ხო არის 6. ანუ რას ვიზამ? აი დათვალეთ ახლა დრო, რა დროს წაიღებს ეს? ჩაართეთ წამზობი. აა შევაერთოთ. ასე. მოდი ლამაზად შევაერთე. ასე. წესიერი 6 კუთხედი რომ არის, ეს ხო 6 ცალი ასეთი სამკუთხედი ჩალაგდებოდა. ანუ x 60 გრადუსი არ იქნება? კი. ну თუ 60 გრადუსია, ეგ ხო ვიცი, ახლა ასე დაშვებული ხაზი იქნებოდა r პატარა და ეს 30 გრადუსი იქნება. კი ბატონო. ეს ერთდიდია. კი. ეს 1/2 არის. კი. ну ეგ მთლიანად არ არის და ეს ტოლგვერდა სამკუთხედი გამოდიოდა, ხო? მთლიანად შემოხაზული წრეწირის რადიუსი რა გამოდის? ერთდიდი. არ გამოდის ასტოლი? კი. ჩახაზული წრეწირის რადიუსზე რა შეგიძლია თქვა? ნახეთ, აი ამ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი ხო არის 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კუთხე. და შესაბამისად ფესვის სამჯერ დიდი იქნება 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდზე. ანუ r პატარა იქნებოდა ფესვის სამჯერ 1/2 a, ანუ a მეორე. ახლა რა დრო წაიღო ახლა? მე მგონია რომ არის ამის ტვინის ამოვსება, რომ თუ ისწავლით, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ თუ რატომღაც ვერ დაიმახსოვრეთ, აი ლოგიკა უნდა გახსოვდეთ. საიდან ყალიბდება კავშირი წესიერი კუთხედზე შემოხაზულ და ჩახაზულ რადიუსებსა და ამ კუთხედის გვერდ შორის? მე-7. 10-7. კვადრატის გვერდია 10. იპოვეთ კვადრატში ჩახაზული წრეწირის რადიუსი და კვადრატზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. კი ბატონო. აგერ. რა იქნებოდა ახლა? უცებ დავხატავთ ალბათ, ხო? ასე. ეგ არის შემოხაზული წრეწირი. ხო ხედავთ ახლა აქ რა იქნება რადიუსი. ხო, შეგვიძლია დიამეტრიც გავალოთ, ეს იქნებოდა და კვადრატის გვერდი თუ არის 10, ხო? მაშინ დიამეტრი არ იქნებოდა 10 ფ2? ანუ 2 უდრის 10 ფ2-ს და r გამოდის 5 ფ2. всё, მოვჩა დამთავრდა, ხო? საყარია ახლა ეგ. და რაც შეეხება ახლა ჩახაზული წრეწირის რადიუსს, მოდი ცალკე დავხატოთ მაგი. ასე და რა იქნებოდა ახლა ჩახაზული წრეწირის რადიუსი? ზოგადად პარალელოგრამებში ჩახაზული წრეწირი ოქროები როდესაც ჩახაზულია წრეწირი, მისი დიამეტრი პარალელოგრამის სიმაღლის ტოლია, ხო? ერთი წუთი, ცოტა დავაბატარავოთ. ასეთი ამბავია და დააკვირდით ახლა ამ ამ წრეწირის დიამეტრი არ გამოდის თვითონ კვადრატის გვერდის ტოლი. კი ბატონო.
და მაშინ რადიუსი არ გამოდის მისი ნახევრის, ანუ 5 სტოლი. კი. ო, არტივია. კარგი. ნახოთ ახლა მერვე ამოცანა. ну, აქ ძალიან კაი ნახაზია, წესიერი 6 კუთხედი ახლა ვისარგებლოთ ვიში. იპოვეთ წესიერი 6 კუთხედის დიდი AB დიაგონალი. ну, პირველი ხო, AB დიაგონალი უნდა ვიპოვოთ, თუ AC მცირე დიაგონალია და 6 კუთხედის გვერდი არის AB სტოლი. კი ბატონო. ეს AB სტოლი. რა შეგვიძლია ახლა თქვათ? მეგობრებო, ну, ზედა და ქვედა ფიგურა ტოლია, ყოველთვის აი მოპირდაპირე წვეროების შემაერთებელი დიაგონალი წესიერ ლუწკუთხედში და ბისექტრისაც იქნება, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის ორ ტოლ ნაწილად დაყოფს და შეხედეთ ახლა მეგობრებო, წესიერი 6 კუთხედის ერთი კუთხე 120 გრადუსია და როგორ ვითვლით მაგას 180 ჯერ 6 მინუს 2 შეფარდებული 6-თან, ხო? ეგ არის 30 და ეგ არის 4 და 30 ჯერ 4 120 გრადუსი. კაი. ну, წესიერი 6 კუთხედის კუთხე ყოველთვის იქნება ნებისმიერი კუთხე 120 გრადუსი. ეს ხო ტოლფერდა? კი ბატონო. ეს ხო 30-30 გამოვა ტოლფერდა საკუთხედიდან. კი. ახლა ეს თუ 120 იყო ფლია და ეს 30 გრადუსია, შესაბამისად ეს ხო მართი გამოდის. კი. და ეს 60 გრადუსი არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ 120 ყოფდა შუაში. კი. მაშინ ეს 30 გრადუსია, რა თქმა უნდა. და დააკვირდით ახლა რა გამოდის AB. AB არ გამოდის 2M. რა თქმა უნდა. ну, ამის გარეშეც გავდივდი ჩვენ ფონს, იმიტომ რომ ხომ ნახეთ ზედა ამოცანაშიც და ახლა ეგ ისეთ მარტივი ფაქტია, სეპირათას გამახსოვდება ის წრეწირში თუ არის წესიერი 6 კუთხედი ჩახაზული მეგობრებო და ძალიან მარტივი და სამახსოვრებელია და საჩვენებელია, რომ აი ყველა ცენტრი რომ შეერთო ერთ-ერთი გვერდის ბოლოებთან, ტოლგვერდა სამკუთხედი იქნება, იმიტომ რომ ზუსტად 6 ასეთი სამკუთხედი მიიღება და 360 რომ გაყოფ 6-ზე 60 გრადუსი იქნება. ეგ ტოლფერდა 60 გრადუსი ნიშნავს, რომ ტოლგვერდაა. ტოლფერდა სამკუთხედში ერთ-ერთი კუთხე თუ 60 გრადუსია და გამოდის, რომ ერი ტოლია 100 და AB ხო დიამეტრი იქნებოდა და მაშინ ტოლი იქნებოდა 2 ასე ამ შემთხვევაში 2 ms. ну, ასე შეგვეძლო გვეთქვა მეგობრებო. ხო და AC დიაგონალიც საპოვნელია და ну AC დიაგონალი უკვე ამ სამკუთხედიდან რადგანაც 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, ამიტომ ფესვის სამჯერ დიდი იქნებოდა. ანუ AC გამოდის ფესვის 3M და AB იყო 2M-ის ტოლი. მეცხრე ამოცანა. მეცხრე ამოცანა. წრეწირის სიგრძე არის 8π, იპოვეთ ამ წრეწირის დიამეტრი. ну, ახლა უცებ გადავერთვეთ აგერ წრეწირის სიგრძეზე, ხო? წრეწირის სიგრძის დასათველი ფორმულა არის 2πr და რადგანაც ეს 2πr ჩვენ შემთხვევაში არის 8π-ის ტოლი, ну, შეიკვეცება ეგ r გამოდის 4 და ცხადია ამ წრეწირის დიამეტრი იქნებოდა 8. 2 მეტრის სიგრძის რკინის ნაჭრისაგან გააკეთეს წრეწირის ფორმის სალტე. ну, ახლა ეგ რას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ну, რაღაცა ფირფიდა ქონდათ, აი ასეთი სიგრძე 2 მეტრი იყო და ეს რომ მოღუნეს, ხო, მიიღეს წრეწირი. ახლა ამ წრეწირის სიგრძე არ გამოდის 2 მეტრი, იგივე არ იქნება? რისი ტოლია მისი დიამეტრი? ანუ ჩვენ ვეძებთ ახლა რას? 2πr, ვიცით არის 2 ტოლი. ეგ შეიკვეცება, ანუ πr გამოდის 1 ტოლი და r გამოვიდა 1 შეფარდებული პისთან. აი ამდენი მეტრი. და თუ ვეძებთ დიამეტრს, ცხადია, დიამეტრი იქნებოდა 2-ზე გამრავლდებოდა ეს 2r, ანუ 2 შეფარდებული პისთან.
ამდენი მეტრი იქნება მეგობრებო. მე-11 ამოცანა. იპოვეთ ერი უდრის 5 სანტიმეტრის რადიუსიანი წრეწირის 90 გრადუსიანი რკალის სიგრძე. ну, აქაც არის ფორმულა, როგორ უნდა იპოვოთ კონკრეტული აბერკალის სიგრძე, აბერკალის სიგრძე როგორ უნდა იპოვოთ, ეს არის 2πr ალფა შეფარდებული 360 გრადუსთან. ну, ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ AB-ს შესაბამისი ცენტრალური კუთხე არის ალფა. მაგრამ ამის გაკეთებაც არ უყვარს ასე დაზებირებით და ყოველთვის წერ პროპორციას. ანუ პროპორციის, როდესაც კალებზე არის საუბარი, კალების სიგრძეზე, ერთი მუხლი იქნება, რომ 360 გრადუსი შესაბამება 2π-ს, ანუ მთელი წრეწირის სიგრძე შესაბამება 360 გრადუსთან. კონკრეტულად მე რაც დაჭირდებათ, აი რა რკალიც, ნუ აბერკალია, ბატონო, აბერკალი, ის რა გრადუსს შესაბამება ალფას და თუ დაწევთ ახლა პროპორციას, ჯვარედინად და მე AB-ს რკალს გამოსახავთ, რა თქმა უნდა, მიიღებთ ამას. და ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი უკვე ლოგიკურადაც გავაკეთოთ, როცა პროპორციის შინაარსი გესმის, აი რატო აი ასეთ ამოცანას გააკეთებ ზეპირად. ანუ შენ თუ გაქვს 90 გრადუსიანი რკალი მოცემული, ხო? ну, ასე 90 გრადუსიანი რკალი, მეგობრებო, მაგნაირ რკალს აიღებ 4 წელს, მე ვერა, ხო, ეგ მე-4-ედია. და წრეწირის სიგრძე თუ არის 5, მაშინ აი, უნდა ვარქვათ ამას AB, ამ AB რკალის სიგრძე იქნებოდა მთელი წრეწირის სიგრძის მე-4-ი, ხო? იმიტომ რომ 90 გრადუსი 360 გრადუსის მე-4-ია და რა იყო? 5 იყო, ხო? 2π ჯერ 5-ის მე-4-ი. ეს 5 მეორედი π გამოგვივიდა მეგობრებო. კარგი, და მე-12 ამოცანა ვნახოთ. ათის 12. წრეწირის რადიუსი ვიცით არის 2 და იპოვეთ ამ წრეწირის რკალის გრადუსული ზომაო. თუ რკალის სიგრძე არის 2π-დან 1/4-ი π. ორივე ერთნაირად კეთდება, გამოდის, რომ ჩვენ მოცემული გვაქვს რკალი, რომლის სიგრძე ვიცით, ну, AB რკალის სიგრძე არის 2π სანტიმეტრი და გვეკითხებიან ამ რკალის გრადუსულ ზომას და ამ რკალის გრადუსული ზომა არის იგივე მისი შესაბამისი ცენტრალური კუთხე, ხო, რასაც ეყრდნობა. და დაწერდით პროპორციას რა 2π შესაბამება ალფას, იცი რომ 2πr, ანუ ერი ორის ტოლი იყო, 2π ჯერ 2 შესაბამება 360 გრადუსს და აქედან 2π ჯერ 2 განვალებული ალფაზე უდრის 2π ჯერ 360 გრადუსს. 2π და 2π იკვეცება და ალფა გამოგვივიდა 180 გრადუსი. აგინდა ნახევარი რკალი ყოფილა ჩვენ შემთხვევაში. ანალოგიურად გააკეთებდით, მეგობრებო, ეს არის პირველი ამოცანა, მეორე შემთხვევაშიც AB რკალი იქნებოდა 1/4-ი π, შესაბამისად დაწერდით აქ 1/4-ი π შესაბამება ალფას და 2π ჯერ 2 შესაბამება 360 გრადუსს. და აქედან მე პროპორციას დათვლიდი და 1/4-ი ჯერ 360 შეფარდებული 4π-სთან. ასეთი ამბავი გვექნებოდა და ეს გამოდის ჩვენ შემთხვევაში 45 მეორედი. ანუ 22.5. ეს ამას შეგვეცდა 90 იყო და 90 რომ გაყოთ 4-ზე, გამოდის 45 მეორედი. მე-13 ამოცანა ვნახოთ. აგერ წრის ფართობიც მოვიდა. გავხსენოთ აბა წრის ფართობი როგორ ითვლება? ეს არის πr კვადრატის ტოლი. ახლა პირველი კითხვა რომ გვეუბნებოდა დიამეტრი 5.2-აო და ფართობი იპოვეო, ну დიამეტრი თუ 5.2-ია, რადიუსი ხო 2.6 გამოდის, ანუ მისი ნახევარი და ფართობი შესაბამისად იქნებოდა 2. ანუ π ჯერ
2.6 კვადრატი. ეგ არის 5.76-ია, ხო? არა, 5.76, 2.4 კვადრატი იქნებოდა და 2.6 კვადრატი არის 6.76. 76 პი იქნებოდა პასუხი. მეორე კითხვასაც, 32 პია წრეწირის სიგრძე, ანუ ჩვენ ვიცით, რომ 2 პიერი არის 32 პი. შესაბამისად 2 პი და 32 პი რომ ვაყოთ ეგ 16, ანუ ერი უდრის 16 და შესაბამისად ფასი უდრის პი ჯერ 16-ის კვადრატს, ანუ 256 პის. მე-14 ამოცანა. იპოვეთ რადიუსიანი წრიული სექტორის ფართობი, თუ ამ სექტორის შესაება ცენტრალური კუთხე. ხო, ეგეც როგორც კალის დათვლის დროს, კალის სიგრძის დათვლის დროს, აქაც აქტიურად ვიყენებთ პროპორციას. მოდი დახაზის გარეშე ვთქვათ, აი 90 გრადუსზე რას ვიზამთ? აი პირველ აპოდიში. ზემოთავი, ხო? 14-ზე ვართ ახლა ჩვენ და აგერ. რადიუსიანი წრიული სექტორია. პირველისთვის დავხატოთ და სხვა დროს დახატვა არ გჭირდება. აქ უბრალოდ შავფერს შევცვლი, რომ გამოჩნდეს ჩვენს ფონზე ნახაზი. იპოვეთ რადიუსიანი წრიული სექტორის ფართობი, დავხატოთ რაიმე სექტორი ასე. როგორ დაითვლება მისი ფართობი? მისი ფართობი იცვლება შესაბამისად აქ რა ალფა კუთხეც იქნება, ხო? პი კვადრატი შესაბამება 360 გრადუსს და ალფა უკაცრავად და კონკრეტული ნაწილის ფართობი რაღაცა კითხვის ნიშანი შესაბამება ალფას. ამას აქტიურად გამოიყენებთ. ესე იგი, თუ 60 გრადუსიანი სექტორის ფართობი გვინდა, ეს 60 გრადუსი ხო მთელი წრის მე-6-დია და გამოდის, რომ დაგჭირდება პი კვადრატ მე-6-დი. მეორე კითხვაზე 90 გრადუსი ხო მთელი წრის მე-4-დია, ამიტომ დაგჭირდება პი კვადრატ მე-4-დი. მესამე კითხვაზე პასუხი, ანუ 150 გრადუსი მთელი წრის რა ნაწილია? პროპორციას რომ დაწერდი და დაგჭირდებოდა პი კვადრატის ზუსტად ის ნაწილი, ანუ 150 300 მე-60-დი დაგჭირდებოდა იდეაში, ეგ შეიკვეცება და დახვიდოთ ფონს 240-ს იგივეს გააკეთებდი 240 360-ის 2/3 ნაწილი, ანუ პი კვადრატის 2/3, ანუ 2/3 პი კვადრატი დაგჭირდებოდათ. მე-15 10-ის 15 წრის ფართობის რა ნაწილია სექტორის ფართობი, თუ მისი ცენტრალური კუთხე 90 გრადუსია წრის, ხო, ანუ აქ პირდაპირ ახლა იქ თუ პი კვადრატიდი გამოსახავდით, აქ ნაწილებად უნდა გამოსახოთ და 90 გრადუსი მთელი წრის მე-4-დია 360 გრადუსის, ამიტომ 1/4 იქნებოდა მისი შესატყვისი სექტორის ფართობი. 180 გრადუსი იქნებოდა 1/2, 20 გრადუსის შესატყვისი სექტორის ფართობი იქნება, ანუ რომ დავხატოთ ახლა ასე ჩვენ და ავიღოთ 20 გრადუსიანი სექტორი, ასე, ეგ არის 20 გრადუსი. რა იქნებოდა მისი შესატყვისი ფართობი? მთელი წრის რა ნაწილი იქნებოდა? 1/18, ხო? იმიტომ რომ 20 გრადუსი არის 360-ის მე-18 და შესაბამისად წრის ფართობის, აი ამის ფართობი იქნებოდა წრის ფართობის მე-18. მოდი პირდაპირ ტექსტზე ვნახოთ ახლა რა უნდა, თუ ეგეც იგივე სცენარია, რისი ტოლია სექტორის ცენტრალური კუთხე, თუ მისი ფართობი შეადგენს წრის ფართობის 1/4-ს. აი ხო რა, აქაც იგივე სიტუაცია, ახლა რომ წარმოვიდგინოთ,
გავიგეთ, რაღაცა სექტორი გვაქვს მოცემული თქვათ და ეს არის მთელი წრის 1/4 ნაწილი. ხო? ნუ ლოგიკურად რომ ვიმშევოთ, ახლა ჩვენ ვიცით, რომ სექტორის ფართობი პროპორციულია ნუ ისე შეეფარდება მთელი წრის ფართობს, როგორც მისი შესატყვისი ცენტრალური კუთხე 360 გრადუს რა. ანუ თუ ჩაწერა გვინდა ეს სექტორის ისე შეეფარდება ეს წრეს, როგორც ალფა შეეფარდება 360 გრადუს რა. და შესაბამისად თუ ეს 1/4 ნაწილია, ალფა იქნებოდა 90 გრადუსი. ანუ პირდაპირ 5/6 ნაწილია სექტორის ფართობი, ესე იგი ეგ რა სექტორი ყოფილა 360 გრადუსის 5/6, რამდენიცაა აი მისი შესაბამისი კუთხე, ხო? ანუ 360 5/6-ზე, ანუ 300 გრადუსი გამოვიდოდა. ანალოგიურად 2/13 ნაწილზეც ვისაუბრებდით. მე-17. ნახაზის მიხედვით იპოვეთ, რომ მცირე ჰეპერკალის სიგრძე თუ წეწირის სიგრძე არის 12 და MKN კუთხე არის 30 გრადუსი. კაი, მოდი მივყვეთ ახლა. გამოვიყენოთ თავად ეს ნახაზი. თუ არ გვეყო მე, გამოვიყენოთ სხვა. ანუ ეს არის 30 გრადუსი. MKN. კაი, მოდი გავხაზოთ ძალიან ცხრილად გამოდის და დავხაზოთ სად არის წრეწირი, აგერ არის და მოდი ასე. ანუ ავიღეთ წრეწირი. წრეწირის სიგრძე ვიცით, ანუ C არის 12-ის ტოლი, მოდი რა C რო არ დაგაბნიოთ, ასე ვთქვათ, 2 პიერი არის 12. კუთხე ნახაზის მიხედვით MN-რკალის სიგრძე უნდა ვიპოვოთ. კი ბატონო. ავიღოთ ახლა ჩვენ აქ რაღაცა ქორდა. აქ ეს არის 30 გრადუსიანი რკალი, დავაწეროთ ასოები N, M, K, ეს 30 გრადუსიანია. და გვჭირდება ჩვენ რა? ნახაზის მიხედვით იპოვეთ მცირე MN რკალის სიგრძე. ოკეი. ნუ MN რკალის სიგრძე უნდა ვიპოვოთ. ნუ რა ვიცით ახლა ჩვენ? რადგანაც 30 გრადუსიანი ეს ჩახაზული კუთხე ეყრდნობა MN რკალს, ამ რკალის გრადუსულ ზომაზე რა შეგიძლია თქვათ? ორჯერ მეტი იქნება, ნუ ეს თუ მის სიგრძეს გთხოვენ აქ, თვითონ MN რკალი იქნებოდა 60 გრადუსი, ხო? ანუ 30 გრადუსის რკალი, რომელსაც 30 გრადუსიანი კუთხე ეყრდნობა, ცხადია ორჯერ მეტია ამ ჩახაზულ კუთხეზე, ხო? და 60 გრადუსი იქნებოდა. კაი, ანუ 60 გრადუსი თუ არის, მეგობრებო, მაშინ NM რკალის სიგრძე რა ნაწილი იქნება მთელი წრეწირის სიგრძის? N რკალის სიგრძე ეგ ხო იქნება 360 ნაწილი, ანუ 1/6 ნაწილი მთელი წრეწირის სიგრძის, ხო? მთელი 2 პი ერის, აი ამისი, არა? მოდით შევწეროთ ამისი. ანუ ესა 1/6 12-ის. ანუ 2 ტოლი იქნება. ესე იგი რა რკალსაც გთხოვდნენ? გავარკვიეთ იმ რკალის შესატყვისი გრადუსული ზომა. ამის მიხედვით მივხვდით მთელი წრეწირის სიგრძის რა ნაწილი იქნებოდა და მე დავთვალეთ უკვე კონკრეტული ზომა. მე-18. ABC წერტილები წრეწირზე მდებარეობს O წერტილი ამ წრეწირის ცენტრია, AB მონაკვეთი მისი დიამეტრი, რისი ტოლია AOC სექტორის ფართობი. თუ წრის რადიუსი არის, კაი, მოდი ეგ. ამას მართლა დავადევთ ახლა. შეხედეთ,
თუ ეს არის 55 გრადუსი, ხო? აი ეს 55 გრადუსი, ჩახაზული კუთხე. მაშინ მისი შესატყვისი ცენტრალური კუთხე, ეგ მთლიანად არ იქნებოდა ორჯერ დიდი, ანუ 110 გრადუსი. მას საშლიქსე და ამოცანა ჩამოყვა. კი ბატონო. და მაშინ AOC სექტორის ფართობი, ანუ ამის ფართობი რა იქნებოდა? ნუ გააწერე პროპორციას, ხო? ესი AOC-ი შეესაბამება 100 გრადუსს და მთელი წრის ფართობი პი კვადრატი 360 გრადუსს. ნახეთ რა მარტივია. შესაბამისად, ახლა თუ რადიუსი ვიცით, ანუ ესი AOC-ი გამრავლებული 360, მოდი გავაკეთოთ ჯვარდნა ტოლია, პი კვადრატი გამრავლებული 100-ზე და პი კვადრატის მაგივრად შევჭამთ, ანუ პი ჯერ 5-ის კვადრატი გამრავლებული 100-ზე. ახლა აქ დიდად კარგი რიცხვია, არ გამოგვდის. მოდი აქ უზე შევკვეცოთ და რა გამოგვივიდა? ესი AOC-ი გამოგვივიდა 5-ის კვადრატი, ანუ 25 პი შეფარდებული 36 და 11-ზე გამრავლება დამარცხდა. 11-ზე, ანუ 275 პი 36 კარგი, რა თქმა უნდა, ერთეული ახლა აქ ექნებოდა ფართობის. მე-19 ამოცანა. ნახაზზე გამოსახულია ოცენტრის მქონე წრეწირი. AB წრეწირის მხებია, კი ბატონო, იპოვეთ გამუქებული ფიგურის ფართობის შეფარდება წრის ფართობთან. კარგი, ანუ ჩვენ გვთხოვენ ესი გამუქებული შეფარდებული ეს წრესთან. ახლა დააკვირდით, თუ BAO კუთხე ეს მხები, ანუ მართი კუთხეა და ეს არის 35 გრადუსი, ეს ხო გამოდის 55 გრადუსი. კი. მაშინ ესეც ხო გამოდის 55 გრადუსი. კი. და მეგობრებო, გამოგვდის, რომ ჩვენ ორი 55 გრადუსიანი სექტორი გვაქვს გაფერადებული. ეს იგივეა, აი თქვენ რომ ეს გვერდ მიგედგათ, აი ასე რომ მიგედგათ, გაფერადებული იქნებოდა 100 გრადუსიანი სექტორი, ხო? და რა ვიცი ჩვენ როგორ შეეფარდება სექტორის და მთელი წრის ფართობი, როგორც შესაბამისი კუთხეები, ხო? გამუქებული ნაწილის ფართობი, კუთხე, შესაბამისი კუთხე იყო 100 გრადუსი და წრის ფართობი შეესაბამება 360 გრადუსს. ანუ პასუხი იქნებოდა 11.36. მეოცე ამოცანა ვნახოთ. წრეწირის A წერტილში გავლებული მხები, წრეწირისადმი A წერტილში გავლებულია მხები. კი ბატონო, გავავით მხები, იპოვეთ AB რკალის სიგრძე. AB რკალი, ალბათ პატარა მცირე რკალს ითხოვენ, ხო? თუ წრეწირის რადიუსი 6 ტოლია, კი? ხოლო CAB კუთხე, აი ეს არის 30 გრადუსი. უქროები, ჩვენ რა ვიცით ახლა? კუთხე მხებსა და ქორდაშორის რისი ტოლია? მათ შორის მოქცეული რკალის ნახევრის ტოლი არა? ანუ AB რკალი არ გამოდიოდა 60 გრადუსი? კი. და 60 გრადუსიანი კუთხის მომჭიმავი ქორდა ჩვენ აი მომჭიმავი ქორდა რა ყალს გთხოვენ უბრალოდ ყალის სიგრძე იპოვეო. ეგ რა იქნებოდა? მთელი წრის მე-6, წრეწირის მე-6 არ იქნებოდა? ანუ შესაბამისად ამ AB რკალის სიგრძე იქნებოდა მთელი წრის A2 პიერის მე-6. მარტივია, ხო? იმიტომ რომ ეს კუთხე ხო 30 გრადუსია. გამოდის, რომ შესაბამისი ცენტრალური კუთხე 60 გრადუსი იქნება, ანუ AB რკალი, აი ეს თვლიანად არის 60 გრადუსიანი. ანუ მე-6 გამოდის მთელი წრის წრეწირის. 2 პიჯე 6 შეფარდებული 6-თან მიკვეცება რადიუსი 6-ის ტოლი იყო და გამოგვდიოდა რკალის სიგრძე 2 პის ტოლი.
ну, რა თქმა უნდა, ეს ახლა მარტივი იყო ეს ამოცანები. იმედია ზედმეტად ჩქარა არ გამირჩევია. აა და მოდი მომდენო ვიდეოში გავაგრძელოთ ახლა ჩვენ B კატეგორიის ამოცანების განხილვა. ამით 20-ით ჩვენ დავამთავრეთ A კატეგორიის ამოცანები. მოგადროებით.